რუსთავში შიდა საუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამოდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. ძველ რუსთავში ბალანჩივაძის ქუჩის ნომერ მე-12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ საბავშვო მოედანი, სპორტულ გამაჯანსაღებელი კუთხე, გარე განათება და მწვანე ზონა მოეწყობა. სამუშაოს დაწყებამდე პროექტი მოსახლეობას ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გააცნო. პარალელურად ანალოგიური პროექტები ფალიაშვილის, ჭავჭავაძის, თოდრიას ქუჩების შიდა უბნებში და შარტავას გამზირის მიმდებარედ მიმდინარეობს. შიდა საუბნო რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მოსახლეობასთან შეთანხმებით რუსთავის თითქმის ყველა უბანშია დაგეგმილი. არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ეზოების მოწესრიგებას და იქ შესაბამისი გარემო შექმნას ახალგაზრდებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. მსგავსი შეხვედრები ემსახურება, რომ რაც შეიძლება დეტალურად გავიაროთ მათთან ერთად საპროექტო ნაწილი, რომ უკვე განხორციელების ეტაპზე გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია თუ თხოვნა, რომელიც ექნება მოსახლეობას. ეს მიმართულება თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რომელსაც ჩვენი გუნდი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გეგმავს. ჩვენი მიზანია ქალაქის ყველა უბანში შევქმნათ კიდევ უფრო მეტად კომფორტული, მოწესრიგებული და მწვანე სივრცე.